დღეს სადილად მოვამზადებ ფუნჩოზა საქონლის ხორცით და ბოსტნეულით. ფუნჩოზა იგივე შუშის ვერმიშელია, რომელიც საკმაოდ დაბალკალორიულია და ძალიან გემრიელია. სასურველ ზომაზე და ფორმაზე ვჭრით ხახვის და ფერად ბულგარულ წიწაკებს. შემდეგ კიტრს ამოვუღეთ გული და ისიც დაჭერით. ასევე დაჭერით მწვანე ხახვი. ჩემ მწვანე ხახვს ძალიან მსხვილი თეთრი თავები ჰქონდა და არ გამოვიყენე გერში. მწვანე ხახვთან ერთად წვრილად დაჭერით ქინძი ან ოხრახუში ან ორივე ერთად. შემდეგ თხილნაჭრებად დაჭერით საქონლის რბილი ნაჭერი და აი ახლა გადავინაცვლეთ გაზქურასთან. ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი. გაახურეთ და გადაიტანეთ ხორცი. ხორცი სითხეს რომ დაიყენებს და შემდეგ დაშრობას რომ დაიწყებს, აი მაშინ დავუმატეთ ხახვი და ფერადი ბულგარულები. ასევე გაჭყლეტილი რამდენიმე კვილი ნიორი. მოასხით სოიოს соуსი, მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად ამოურიეთ და დაელოდეთ რომ ბოსტნეულიც მოიხრაკოს. ამასობაში ფუნჩოზას დაასხით ცხელი ადოღებული წყალი, ისე რომ დაფაროს. გააჭერეთ 5 წუთი. შემდეგ გადაღვარეთ წყალი და ფუნჩოზას ჩაუშვით ტაფაზე. აქ უკვე შეგიძლიათ ცეცხლი გამორთოთ, მაგრამ პროდუქტების დამატებას განვაგრძობთ. შემდეგ მოდის კორეული სტაფილო და კიტრი. კარგად ამოურიეთ და სულ ბოლოს მოვაყარეთ მწვანილები. ისევ კარგად ამოურიეთ და მზად არის. ძალიან უხდება ბალზამიკოს შესქელებული соуსი და სეზამის მარცვლები. გემრიელად მიირთვით.